გავაკეთებთ ისეთ სნექებს, რომ შეიძლება მხოლოდ ამის გამო დაიწყოთ სწორი კვება. რაც შეეხება დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის თემას, სად და როდის მთავრდება საკუთარი თავის ძიება? ისე კი შესავალი ისე ჩავწერე წეგან, რომ თურმე მიკროფონი არ მქონია შეერთებული. მოდი მაშინ კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გამარჯობა მეგობრებო. და აი მეც დავბრუნდი ჩემს სამზარეულოში და აქედან განვაგრძობ უკვე ტრადიციულად ჩემი რეცეპტების შემოთავაზებას, თქვენთან ერთად მომზადებას და საინტერესო თემებზე საუბარს. დღეს ყველანი ვართ მუხუდოები. ამას რატო ვამბობ ვიდეოს ბოლოში გაიგებთ. ამიტომ დარჩით და ყურადღებით მისმინეთ. დღეს მთავარ როლში იქნება მუხუდო. ჩემი დილის რუტინა დამავიწყდა. რამ 5 საათზე ისეთი ჭექა-ქუხილი იყო, მეგონა რომ всё, საქართველოს აღარ იყო. всё ახლიდან დავიბადე. ეს არის საოცარი ორგანიზმის განახლების მეთოდი. ხო, მოკლედ დღეს მთავარ როლში არის მუხუდო, რომელიც წინა დღეს ჩავალბე წყალში, ჩვეულებრივ წყალში და ამისგან გავაკეთებთ ისეთ სნექებს, რომ შეიძლება მხოლოდ ამის გამო დაიწყოთ სწორი კვება. დამიჯერეთ, რომ საერთოდ დაივიწყებთ ჩიპს და სხვა სნექებს. Viral სნექი უნდა გავაკეთოთ, რომელიც არ ვიცი, სწორი კვების ღმერთების მოვლენილია ალბათ ამ სამყაროში. პირველად გავსინჯე, მართლა მეგონა რომ ყოველ დღეს რომ მეჭამა, მე საერთოდ არ მომიდებოდა ჩიპსი. მაგრამ ჩიპსი ძალიან მიყვარს. ამიტომ შევეცადე რომ ალტერნატიული გზა მომეძებნა და ამიტომ მოდი გავაკეთოთ დღეს მუხუდო სნექები. და ასევე ფალაფელი. და ფალაფელთან ერთად შემოგთავაზებთ ასევე რამე ჯანსაღ fresh salats. ეს სალათიც გულში გავაკეთე და ისეთი გემრიელი იყო რომ მართლა ჩემს თავს ახლა წამოუვდეგი. ერთი რავასალი. რაც შეეხება დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის თემას, იქნება საკუთარი თავის ძიება. და მთავარი კითხვა, რასაც პასუხი უნდა გავცეთ, ეს არის სად და როდის მთავრდება საკუთარი თავის ძიება. მოკლედ, დღევანდელი თემის ინსპირაცია საიდან გამეჩნდა? სად და როდის მთავრდება საკუთარი თავის ძიება? რამდენიმე დღის წინ ვადევნებდი ერთ-ერთი ცნობილი ქართველი გოგო იუთუბერის სტორებს. ბაბი, ალბათ YouTube-ის მაყურებლებს გეცოდინებათ. მასთან ერთად რომ ძალიან პოზიტიური და საყვარელი გოგონა, ასევე აქვს ხოლმე ძალიან სიღრმისეული თემების განხილვა და უკავშირი აქვს ხოლმე ძალიან კარგი და სასიამოვნო ჩემთვის პირადად. და ერთ-ერთ სტორზე ეკითხებოდა 21 წლის გოგონა, საჩაებარებინა არ იცოდა და რის კეთება უნდა და ზოგადად არ იცოდა ცხოვრებაში და მას რა თქმა უნდა ბაბის ძალიან სიღრმისეული ვიდეოები ქონდა ჩაწერილი. თან აღმოჩნდა რომ რაღაცნაირად საერთო გამოცდილებები და ინტერესები აღმოგვეშთა რომ ისიც ფსიქოლოგი არის პროფესიით, მასაც უყვარს ვარჯიში და მეც ძალიან და ბოლო პერიოდში მასავით მეც შევისწავლე რაღაც გრაფიკული დიზაინი და ამ მიმართულებით ვცდილობ რომ მეც გავიუმჯობესო, ასე ვთქვათ, ჩემი უნარები და რაღაცნაირად ეს უფრო სასიამოვნო იყო ჩემთვის ეს რო აღმოაჩინე და ამიტომაც უფრო მომიდა რომ ამ თემაზე მესაუბრა და რა თქმა უნდა მე რასაც ვისაუბრებ დღეს ეს არ არის მეცნიერული აზრი, ეს არის უბრალოდ ჩემი გამოცდილებიდან დაგროვილი და ჩემი პირადი შეხედულებები ამ საკითხზე. თუ თქვენ ეს დაგაფიქრებთ და მოგეწონებათ და რაღაცნაირად დაგეხმარებათ, ამაზე კარგი რა არის ჩემთვის მეგობრებო? არაფერი. მოდი მოვიმარაგებ სუნელებს და რა სუნელებს ამას გეტყვით და მე გავაგრძელოთ საუბარი. ესე იგი ორეგანოს უზავ, შავ წიწაკას უზავ. აი რაც კი გამოჩნია, ყველაფერს უზავ. ანუ ეს გაიხა და კიდე გამომედო, ანუ კიდე აპირებდა გახევა. მე ვინმე დამიცვას კითხვა, სად მთავრდება, როდის უბრალოდ მთავრდება საკუთარი თავის ძიება? ამ კითხვაზე პასუხი მინდა გავცე სუბიექტურად, რომ არასდროს. ანუ არასდროს არ დაამთავროთ საკუთარი თავის ძიება და საყვარელი საქმის ძიება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ. ანუ ისედაც ამ სამყაროში
1000 ტანჯვა და უბედურება არსებობს და ერთადერთი რითიც შეგვიძლია გავიხალისოთ ეს ცხოვრება ერთ-ერთი უფრო სწორად არის რომ ვეძიოთ საკუთარ თავში სხვადასხვა უნარები და სხვადასხვა საქმე ცადოთ. რაც მოგწონს, რაც შეიძლება არ მოგწონს ერთი შეხედვით, მაგრამ შეიძლება პროცესში მოგვეწონოს და არ ვიცოდეთ მოგწონს თუ არა. ის ხო ნამდვილად ვიცით რაც არ მოგწონს, რის იკეთებაც არ მოგწონს, ამიტომ გამორიცხვის მეთოდით მაინც უნდა წავიდეთ ამ ყველაფერს. ეს ჩელენჯის სახით უყურებ ხოლმე ახალ-ახალ გამოცდილებებს რა. ეს ბოლო პერიოდში დავარქვი სხვადასხვა ეს სახელი და უფრო მიადვილდება ხოლმე რომ უფრო ახალ-ახალი და სხვადასხვა რაღაცები შევისწავლო ხოლმე. მაგალითად ახლა YouTube-იც იმიტომ დავიწყე რომ სხვადასხვა ბევრი უნარი გამეუმჯობესებინა და ჩემს თავს დაუწესე ჩელენჯი რომ აი გამომივანეტა ამის გაკეთება, ანუ ვიდეოს მონტაჟის სწავლა, ეფექტების გაკეთება, რაღაცა thumbnail-ების დიზაინების აწყობა. მოდი ვნახოთ რამდენად გამოგივა სალომე და მოდი ვნახოთ შედეგი დასაწყისიდან ვთქვათ რაღაცა პერიოდის შემდეგ და ეს იყო ჩელენჯი ზუსტად ჩემთვის რომ ესეც გამეკეთებინა. არა მარტო ამ მიმართულებით, რაღაცა კრეატიული მიმართულებით. სულ ყოველთვის მქონდა ხოლმე აი საზოგადოებაში, აი პრეზენტაციას წარდგენა არ შემეძლო ხოლმე რაღაცა კომპლექსი. ვაიმე, პილპილი. პრეზენტაციის წარდგენის კომპლექსი მქონდა. მეგონა რომ ისევ საუბრობდი რომ ჩემი გადმოცემის უნარი იყო რაღაცა მინუსებში და ესეც დაუწესე ჩემ თავს რომ მოდი კამერის წინ ვისაუბრებ და ამ უნარსაც გავიმჯობესებ და ჩემ და გასაკვირად პირველივე ეპიზოდი როცა დავდე, აუ სვანური მაგისაუცვა. პირველივე ეპიზოდი როცა დავდე, იმდენი კომპლიმენტები მივიღე ჩემი მეგობრებისგან და ახლობლებისგან, რომ ძალიან კარგად გამომდიოდა ეს რაღაცა თხრობის უნარი, რომ მეტად მომეცა мотиваცია, რომ უფრო მეტი და მეტი მესაუბრე რაღაცა სხვადასხვა თემებზე და ეს იყო კიდევ ერთი ჩემი ჩელენჯი, რომ ეს უნარიც გამეუმჯობესებინა და პროცესი იმდენად მნიშვნელოვანია და პროცესში იმდენ რაღაცას ვსწავლობთ და იმდენ უნარს ვიუმჯობესებთ, რომ დამიჯერეთ ეს ამათ ღირს. ჩემი აზრით, ცდასა და არ ცდას შორის რა თქმა უნდა, ცდა უნდა ალუჩი. მეგობრებო, ეს ხომ სიბრძნეა და მე არ მომიგონი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე იმას, თქვათ, ვინ შეგხვდება ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე. მაგალითად, ეს რაღაც საქმიანობები, კრეატიული საქმიანობები კი ყოველთვის მხიბლავდა, მაგრამ მე რო არ მყოლოდა ისეთი უფროსი, ვინც ამ რაღაცა ნაპერწკალს დაინახავდა ჩემში და ბიძგს არ მომცემდა იმისთვის, რომ და შესაძლებლობას რომ გამეუმჯობესებინა ეს ჩემი უნარები, შეიძლება ეხლა ძალიან დიდი ხანი დამჭირებოდა, რომ ჩემით მისულიყავი ამ გადაწყვეტილებამდე და ძალიან მადლიერი ვარ მისი და მნიშვნელოვანია მართლა რომ შეგხვდეთ ასეთი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში, რომ გარკვეულწილად დაგეხმარონ. რამდენიმე წლის წინ ჩემთვის გასაუბრებაზე რომ ეკითხათ რაღაც კონკრეტულ საქმიანობაზე, რომ აი ამის გაკეთება შეძლებ ან რამდენად გქონია გამოცდილება და რო არ მქონოდა გამოცდილება, შეიძლებოდა რაღაცნაირად აი რაღაცა დავფიქრებულიყავი და არ მეპასუხა რომ გამომივიდოდა. მაგრამ ეხლა რაც არ უნდა მითხრას, ვინც არ უნდა მკითხოს, ამის გაკეთება შეძლებ? აი არც კი დავფიქრდები ისე უპასუხებ, რომ კი. და რატო ვფიქრობ ასე? იმიტომ რომ ჩემი უნარების ვიწამე. და მჯერა, რომ სხვადასხვა საქმე როცა მოვსინჯე, არა მარტო პროფესიული, არა მარტო ჰობი, არამედ თუნდაც სახლის საქმეები. აი ყველა საქმეში მიღებული უნარებმა ის თავდაჯერებულობა მომცა, რაც შემდგომ ახალი ამოცანის შესრულებისთვის სრულიად საკმარისია და სრულიად საჭიროა. კიდევ ვიმეორებ, რომ პროფესიულ დონეზე არ დავეუფლო რაღაც კონკრეტულ საქმიანობას, მაგრამ როცა ვცდი ახალ-ახალ უნარებს აღმოვაჩენ და ახალ-ახალი უნარები ამ ჩემ თავდაჯერებულობას ზრდის და რა ვიცი, პიკში როდის მოვა, კაცმა არის. წვანილებს უშვები, რეჰანს უშვები, ოხრახუშს და ქინძს. ნიორი საკმაოდ ბევრი უქენი. და ეს ყველაფერი ერთად დავაბლენდეროთ. ხახვი გამომჩა. ბაბის ქონდა კიდე ასევე ესეთი შეკითხვა, რომ ფსიქოლოგიაში ადრე ჩვენს გავუკეთებია და სამი სიტყვით რომ დაახასიათოთ საკუთარი თავი. ვინ ვარ მე სამი სიტყვით რომ თქვათ, ასე იყო მე მგონი. და მე ასეთი რაღაც მომივიდა პირდაპირ გონებაში. მე ვარ სალომე, ყოვლისშემძლე, სენტიმენტალური. აი ეს სამი სიტყვა იყო, რითიც დავახასიათე ჩემი თავი და ეს ზუსტად ეს ყოვლისშემძლეს კონტექსტი
აი აქედან მოვიდა, რომ ამდენ რაღაცაში როცა ვცადე ჩემი უნარები, იმდენად ბევრი უნარი შევიძინე, რომ რაღაც ახალი ამოცანის გადაჭრისას ეს უნარები ძალიან მეხმარება და მგონია, რომ ყველა ამოცანას აუცილებლად გადავჭირდა, ყველა დაბრკოლებას აუცილებლად გადავლახავ და ეს ზუსტად მაგის დამსახურებაა, რომ ამდენი რაღაც ვცადე ცხოვრებაში და ჯერ კიდევ 29 წლის ვარ და კიდე რამდენი წელი მაქვს იმისათვის, რომ კიდე პატარა სხვადასხვა საქმიანობები აღმოვაჩინოს ჩემს საკუთარ თავში, რაც სიამოვნებს და რისკეთებაც მინდა. აუ, რა მაგარი ფერია. გავიკეთოთ ხელთათმანები. რამდენი ხარდამჭერი ადამიანი ვიყავს მოკლედ გარშემო. ეს ხელთათმანები სპეციალურად მომიტანეს იმისთვის, რომ მსგავსი საქმიანობისთვის გამოვიყენოთ ჩემს ვიდეოებში და მადლობა. ასეთი ფორმები გადავწყვიტე. Help. მეგობრებო, ისე მოხდა, რომ ამ მუხუდოს კარგ თვისებებზე არ მისაუბრია სწორი კვების დროს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ მცენარეული ცილის წყარო არის და მნიშვნელოვანია თუ მივიღებთ ხოლმე გარკვეულ პერიოდებში ამასაც, რომ ორგანიზმმა უფრო მრავალფეროვანი ნივთიერებები მიიღოს და ასევე ვეგეტარიანელი ჩემი მეგობრებისთვისაც და ადამიანებისთვისაც ძალიან კარგი რეცეპტია თუ სწორ კვებაზე ხართ. გავაკეთეთ ფალაფელები, გავაკეთეთ პატარები. გავაკეთეთ ანუ მე და თქვენ, მეგობრებო. მეგობრებო, სანამ ჩვენი სნექები და ფალაფელები მზადდება, ეხლა გავაკეთებ სალატს, ძალიან მარტივია. ვიყენებთ კიტრს, პომიდორს, ოხრახუშს, რეჰანს, წარე-წიწაკას, ლიმონის წვენს და ნიგოს ჩავაჭრით, ოღონდ დაბლენდერებულს არ უწევთ, უბრალოდ ჩავაჭრით და დამიჭერეთ. ისეთი კარგი გემო აქვს, გუშინ რომ გავსინჯეთ, თქოს აი, მაგდა რუკოლასკენ მიდის ეს გემო და აი რატო წავიდა რუკოლასკენ ვერ გეტყვით, მაგრამ აუცილებლად სცადეთ. ასეთი ფალაფელი გამოვიდა. ძირიც ესეთი გამოვიდა. ესეც სალათი, ფრეშ სალათი ნიგოზით. ცოტა სვანური მარილიც დავამატე. უკვე ხრაშუნა სნექი. რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება. ხა კი დავაგემოვნოთ ერთად. ამინდა უბრალოდ გაგებინოთ ამ სნექის სიხრაშუნის დონე. ისმის? ძალიან კაია. აი რა გიშლით ხელს რო გააკეთოთ. ამოვიღე სალათი, გვერდს მოვიდი ჩემ ფალაფელი. ეხლა მოდი ესე დავაკეთე. როგორი გული აქვს. ანუ მართლა ძალიან კაია. არ ვიცი. რანაირად აქვს რუკოლას გემო, რომ რუკოლა არ ავყენებ. ახსოვთ ალბათ რომ გითხარით. დასაწყისში რომ ყველა ჩვენ ვართ მუხუდოები. თორე ეს პატარა სიფრნე შევთხსით ჩემთვის და როგორ გაგიზიაროთ ის ხო არ შეიძლება. და როგორც მე დღეს მუხუდოსგან მინიმუმ 2 საკვები შემოგთავაზეთ და კიდევ უამრავი და მრავალფეროვანი საჭმელების გაკეთება შეიძლება მისგან. ასევე ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავი მრავალ სფეროში და მრავალ საქმეში აღმოვაჩინოთ. თუ ფიქრობთ, რომ უკვე ვერ ცვლით ვერაფერს, ყველაფერს სცადეთ და ვერ ცვლით თქვენ საქმიანობას, ვერ იცვლით პროფესიას, ისეთი საქმიანობა მაინც იპოვეთ, პარალელურად სამსახურთან ერთად დაგეხმაროთ განტვირთვაში, ჰობის დონეზე მაინც აკეთოთ რაღაცეები სამსახურის იქით. აი ეს იქნება ჩემი დიდი სურვილი, რომ ამას შეძლებთ. და როგორც მე მაქვს თქვა, თუნდაც ეს საქმიანობა, რომლის დროსაც სრულად flow-ს მდგომარეობაში გადავდივარ, ანუ დროისა და სივრცის აღქმას ვკარგავ, გისურვებთ, რომ თქვენც ასეთი საქმე იპოვოთ და თუ ჩემი ეს პატარა გამოცდილებები და რჩევები დაგეხმარებათ, ძალიან გამიხარდება და ძალიან სასიამოვნო იქნება. მადლობა. გკოცნით ყველას.